საშინაო სკოლის გაკვეთილებს წარმოგიდგენთ კომპანია Silknet. მოგესალმებით. ჩვენი საუბრის თემა გოდერძი ჩოხელის არაჩვეულებრივი მოთხრობა სასწავალა. ამ მოთხრობაში პატარა ჩიტის თავგადასავალია მოთხრობილი. თუმცა ეს ამბავი უნდა გადატანითი მნიშვნელობით გავიაზროთ. და სასწავალა უნდა განვიხილოთ როგორც ადამიანი, რომელიც მიისწრაფვის თავისუფლებისაკენ. საერთოდ თავისუფლება ყველაზე დიდი საჩუქარია ადამიანისა. ეს საჩუქარი ღმერთმა მიანიჭა ადამიანებს და მათ ყოველთვის უნდა ახსოვდეთ ზეცა. სული ყოველთვის უნდა მიისწრაფოდეს თავისუფლებისაკენ და ამგვარი სწრაფვა მათ მიანიჭებს საოცარ ბედნიერებას. ახლა გავიცნოთ კონკრეტულად როგორ წარმოჩდება ეს ყოველივე ამ პატარა მოთხრობაში. თან ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ მოთხრობა გოდერძი ჩოხელმა მიუძღვნა პატარა უფლისწულს. პატარა უფლისწული არის მთავარი პერსონაჟი ფრანგი მწერლის ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის არაჩვეულებრივი მოთხრობისა პატარა უფლისწული. მაგრამ მოდი ჯერ მთლიანად მოთხრობა გავიხსენოთ კარგად, რათა შემდეგ დავასკვნათ თუ რატომ მიუძღვნა ის მაინც და მაინც პატარა უფლისწულს. გოდერძი ჩოხელი ამ მოთხრობას ასე იწყებს: მეტნაკლებად ყველას აქვს ცაში წასვლის სურვილი. შეიძლება ამგვარმა დასაწყისმა ყველა დააფიქროს. თვითონ კი როდისმე ქონია ასეთი სურვილი, ცაში წასვლის სურვილი, რატომ ამბობს დაბეჯითებით მწერალი, რომ მეტნაკლებად ყველას აქვსო. და როგორც კი ჩავიხედავთ, ჩვენს გულში მაშინვე მივხვდებით, რომ ჩვენს ქონია ასეთი სურვილი. ახლა თუ არა შეიძლება სხვა დროს, ან შეიძლება ახლაც გვაქვს. იმიტომ რომ ეს ისეთი სურვილია, რომელიც ადამიანს რაღაც საოცარ სიხარულს ანიჭებს, ცაზე ფიქრი, თითქოს ადამიანს ახსოვს, რომ მისი სული ცასთან არის დაკავშირებული და მართლაც ხომ ასეა. გავიხსენოთ, რომ ღმერთმა ადამიანი შექმნა მიწისაგან, მაგრამ მას შთაბერა სული, ღვთაებრივი სული და ეს ღვთაებრივი სული სწორედ არის ღვთის ნაწილი, ზეციურის ნაწილი, ღვთაებრივი სამყაროს ნაწილი და რა თქმა უნდა ადამიანი, რომელიც ხშირად ფიქრობს სულზე, ალბათ ის ხშირად დაფიქრდება ხოლმე ზეცაზეც, ადამიანის სულის მარადიულ სამყოფელზე. ამიტომაც გოდერძი ჩოხელმა ეს თითქოს შეგვახსენა დასაწყისშივე. მან გამოყო პოეტები, რომლებიც ვარსკვლავებს უმღერიან და ვარსკვლავების სიყვარული, რა თქმა უნდა, გამოხატავს ზეცის მიმართ ტრფობასა და სიყვარულს. ხეები ზეცას შეღაღადებენ. აი ხეები თითქოს თავიანთი კენწეროებით ზეცისაკენ მიისწრაფიან. შეღაღადებენ თითქოს რაღაც აღსარებას ეუბნებიან, ვედრებას წარმოთქვამენ თითქოს ზეცის მიმართ. და ხომ ცნობილია, რომ საერთოდ ყოველი სული აქებს უფალს და როდესაც მცენარეები ხეები ხარობენ, აი ამ თავიანთი ზრდით, სიხარულით ისინი სწორედ ამ სწრაფვას გამოხატავენ, ზეცისაკენ სწრაფვას. დამშეული მგლებიც კი ცას შეჰყმუიანო. ესე იგი დამშეული მგლები, რომლებიც მიწაზე საზრდოს ვერ პოულობენ, თითქოს ზეციდან მოელიან რაღაცა შვებასა და ნუგერს, რაღაც გამოსავალს. ყველას აქვს ზეცაში ამაღლების სურვილი. აი ეს ამგვარად განაზოგადებს გოდერძი ჩოხელი თავის აი ამ თვალსაზრისს და იმათ შორის პატარა ცისფერთვალება ჩიტსაც, რომელსაც სასწავალას ეძახიან. როგორი ესეთი დამაფიქრებელი სახელი აქვს ამ პაწაწინა ჩიტს, რომელიც ისე გალობს, ისე ჭიკჭიკებს, რომ ადამიანებმა მას სწორედ ეს სახელი დაარქვეს, სასწავალა. როდესაც მას უყურებდნენ, ალბათ ისეთი განცდა ჰქონდათ, რომ ამ ჩიტს სულ მუდამ ზეცაში სურდა ნავარდი და ამიტომ მას უწოდეს ასეთი ლამაზი სახელი სასწავალა. გოდერძი ჩოხელი ამ მოთხრობაში მის გარეგნობას გვიხატავს, რომ ის არის ძალიან პატარა ნისკარტი აქვს, პატარა ფრთები, მაგრამ სურვილი აქვს ძალიან დიდი და დაუსაზღვრავი, რომ აუცილებლად ზეცაში აფრინდეს, რაღაც იმგვარ სიმაღლემდე მიაღწიოს, რომელზედაც არავის მიუღწევია, სადაც არავის შეუღწევია და ეს ჩვენი პერსონაჟი მთხრობელი არის მწყემსი. და ის წერს, რომ მე სასწავალა გავიცანი აყვავებული მთის ფერდობზე. ეს მნიშვნელოვანია, რატომ? იმიტომ რომ ლამაზი ჩიტი ლამაზ გარემოში გაიცნო. ზაფხულობით როგორ გადაიპენტება ხოლმე თეთრად მიდამო, ჯერ თეთრი ყვავილები გამოჩნდებიან, მერე
ლურჯი ყვავილებით და ეს თეთრი და ლურჯი ერთმანეთს შეერევა და საოცარი ლამაზი ფერწერული სურათი იქმნება. ამიტომაც ამბობს მწერალი, რომ ყოველივე ირგვლივ ფარდაკს დაემსგავსება ხოლმეო. და ერთ ჩვენიერ დღეს, როდესაც ცხვარს ედგა, ცხვარს მწყემსავდა ეს ჩვენი მთხრობელი პერსონაჟი, მან დაინახა პატაწინა ჩიტი, რომელიც ზეცისაკენ მიისწრაფოდა. და თან საგულისხმო ისიც არის, რომ მთხრობელი წერს, რომ გულაღმა ვიწექი და ცაში წასვლაზე ოცნებობდიო. ესე იგი, ეს არის პოეტური ბუნების ადამიანი. რა თქმა უნდა, მას ალბათ 1000 საზრუნავი აქვს, მაგრამ მისი მთავარი საფიქრალი მაინც ზეცაა და როგორც კი მოიხელთა დრო თავისუფალი, მაშინვე დაიწყო ზეცაზე ფიქრი და ოცნება. და უსებ დალანდა მან პატარა ჭრელი ჩიტი, რომელიც ცაში აიჭრა ძახილით სასწავალ, ესე იგი, მისი ჭიკჭიკი ჩაესმოდა აი ასე თითქოს ამას ამბობდა. და შემდეგ, როდესაც გარკვეულ სიმაღლემდე მიაღწია, ისევ ქვემოთ ჩამოფრინდა, ოღონ ახლა სხვა რამეს იძახდა, ტყუი და ბალახებში გაუჩინარდაო. და ესე გამეორდა რამდენჯერმე. რაღაცა ზღვარს მიაღწევდა, შემდეგ დაბრუნდებოდა უკან, თითქოს ამოისუნთქავდა, ძალღონეს მოიკრებდა და ისევ მიისწრაფოდა ზეცისაკენ. სხვა ჩიტებს რატომღაც არ ჰქონდათ ასეთი სურვილი, ისინი კმაყოფილდებოდნენ იმით, რაც გააჩნდათ, რა სიმაღლემდეც შეეძლოთ ფრენა. ამ სასწავალს კი რატომღაც უნდოდა, რომ უფრო მეტი სიმაღლისათვის მიეღწია. მაგრამ ფრთოსნები რატომღაც საკუთარ შეურაცხყოფად მიიჩნევდნენ იმას, რომ სასწავალა ჯერ იძახდა, რომ სასწავალ მერე ბრუნდებოდა და ტყუი იძახდა. საერთოდ, რა თქმა უნდა, ეს ფრთოსნები წარმოადგენენ საზოგადოებას, გარკვეული საზოგადოების სახეს წარმოაჩენენ. საზოგადოებისა, რომელიც ვერ იტანს, რომ ვიღაცა არის მისგან განსხვავებული. და აუცილებლად ცდილობენ, რომ ის განსხვავებული ისევ დაიმსგავსონ, ისევ თავისნაირი გახადონ. ამ შემთხვევაში სასწავალა არის ერთგვარი პროტესტის გამომხატველიც, საკუთარი პრინციპების ერთგული, რომელიც ყურადღებას არ აქცევს თუ რას ფიქრობენ გარშემო ყოფნი მასზე და ის ჯიუტად აგრძელებს ფრენას სიმაღლისაკენ. ამიტომ ფრთოსნებმა გადაწყვიტეს, რომ სასწავალასთვის მოეწყოთ ერთგვარი სასამართლო. გაერკვიათ, რატომ იზახდა ხან სასწავალო და მერე რატომ ამბობდა ტყუიო. როგორ შეიძლებოდა, რომ სასწავალას ამდენი ტყუილი ეთქვა დანარჩენი ფრთოსნებისთვის. ამიტომაც ერთ მშვენიერ დღეს შეიკრიბნენ, მიმინოს დაავალეს მისი დაჭერა, რომელმაც შესანიშნავად შეასრულა ეს დავალება და გორაზე გაიმართა სასამართლო. მოსამართლედ დანიშნეს ყვავი, რომელმაც დაუწყო დაკითხვა სასწავალას. ყვავმა ასეთი შეკითხვა დაუსვა მას: საში რომ მიდიხარ, კი მაგრამ იქ ვინმე ყავს, ნათესავი, მეგობარი, ახლობელიო. სასწავალამ, რა თქმა უნდა, სევდიანად თქვაო, რომ არავინ არ ამყავსო. გოდერძიჩოხელი სწორედ ამ სიტყვას მოიხმობს, სევდიანად თქვაო, თითქოს გულისწყდებოდა სასწავალას, რომ ზეცაში არ აყავდა არავინ ახლობელი. თითქოს თუ ეყოლებოდა ზეცაში ვინმე მშობლიური, მაშინ ის დაეხმარებოდა ზეცისაკენ სწრაფვაში. ყვავმა ძალიან გაიკვირვა ეს ყოველივე, თუ არავინ მას რისთვის მიდიხარო, მისთვის გაუგებარი იყო, თუ როგორ შეიძლებოდა, რომ სასწავალას ეფრინა ზეცისკენ იქ, სადაც არავინ არ ეგულებოდა ახლობელი. ისე ცაში მინდოდა წასვლაო, პასუხობს სასწავალა. რა მიზეზითო ჩაეძიება ყვავი? განავინმემ დააკპატიჟა ზეცაში. სასწავალამ უთხრა, არა, არავის არ დაუპატიჟივარ, მაგრამ მაინც მე მივისწრაფი იქითკენო და ჩვენ გრძნობთ, მკითხველი გრძნობს, რომ სასწავალასთვის ეს არის სიცოცხლის საზრისი. აი სიცოცხლის გამოხატულება, მას სხვანაირად არ შეუძლია. სიცოცხლე მისთვის არის სწორედ ეს, გამუდმებული სწრაფვა ზეცისაკენ, იმ შორეული სივრცეებისაკენ, რომელიც მას ანიჭებს რაღაც გამოუთქმელ სიხარულს და ტყუიო, როდესაც ამბობს, გამოხატავს მხოლოდ საკუთარ უძლურებას. ამგვარმა სწრაფვამ შეიძლება ბევრი ნაწარმოები გაგვახსენოს ჩვენ ქართული ლიტერატურიდან თუ უცხოური ლიტერატურიდან. მაგალითად, ჩვენ შეიძლება გაგვახსენდეს ბახის ცნობილი მოთხრობა თოლია სახელად ჯონათან ლივინგსტონი. იქაც სხვებისაგან გამოირჩევა ერთი თოლია, რომელიც ცდილობს, რომ უფრო მაღლა აფრინდეს. ყურადღებას არ აქცევს სხვა თოლიების ჩხუბს, სხვა თოლიების წინააღმდეგობას
და თავისი სიჯუტით მალე იმას მიაღწევს, რომ მართლაც ისეთ სიმაღლეებს დალაშქრავს, რომელიც არც კი მოლანდებიათ სხვა თოლიებს. იქაც მწერლისთვის, რიჩარდ ბახისთვის თავარი ის იყო, რომ ეჩვენებინა, რომ ყოველთვის აქვს სწრაფვას აზრი, ყოველთვის აქვს თავისუფლებისაკენ ტოლვას აზრი. შეიძლება ზოგიერთმა ვერ მიაღწიოს იმ ოცნებას, რომელიც დაისახა, მაგრამ თავარია, რომ ოცნებამ ყოველთვის იარსებობს. როგორც ნიკოლოზ ბარათაშვილი მერანში წერს, იქაც ხომ წარმოჩენილია სწორედ ესეთი სწრაფვა თავისუფლებისაკენ. გასწი მერანო შენ სჭენებას არ აქვს სამზღვარი, დანიავს მიეც ფიქრი ჩემი შავად მღელვარი. იქაც ლირიკული გმირი ამბობს, რომ შეიძლება ვერ გადასცდეს ბედის მიერ დანიშნულ საზღვარს, სამანს, მაგრამ თავარია, რომ ის რაღაც გამოცდილებას მიიღებს ამ სწრაფვაში და ამ გამოცდილებას შემდეგ მოძმეებს გადასცემს და ის მოძმეები შემდეგ შეძლებენ რომ უფრო მაღალ სიმაღლეებს მიაღწიონ. რა თქმა უნდა, აქ ამ მოთხრობაში არ ჩანს, რომ სასწავალა ამდენს ფიქრობდეს ამაზე, მაგრამ ეს ყოველივე იგულისხმება იმ თავდაუზოგავ ჯიუტ სწრაფვაში, რომელსაც ახორციელებს სასწავალა. რა თქმა უნდა, სასწავალას არ შეუძლია, რომ გაუკლავდეს საზოგადოების შემოტევას, ამ შემთხვევაში ფრინველების დაკითხვას, რადგან მას არანაირი სხვა პასუხი არ გააჩნია, გარდა იმისა, რომ მას სურს ფრენა, დაუსაზღვავი ფრენა და რაც შეიძლება მაღლა აფრენა. ამიტომაც საზოგადოებამ ფრინველებმა დაასკვნეს, რომ ის იყო მატყუარა და ამიტომაც უნდა დაესაჯათ. ის ბალახის ღეროზე გამოაბეს. საინტერესოა, გამოჩნდა თუ არა ვინმე ფრინველებში, ვინც თანაუგზნოთ სასწავალას. საერთოდ ასეა ხოლმე, როდესაც საზოგადოებას ვიღაც დაუპირისპირდება, რომელიღაც შეიძლება გამოჩნდეს, რომელიც მის მხარეზე დადგება და რაღაცნაირად თანაუგზნობს. აქაც გამოჩნდა პატარა ჩიტი, მეორე სხვა ჩიტი, მოლაღური, რომელიც შეეცადა, რომ გამოეხადა თავისი თანაგზნობა, მაგრამ ეტყობა მას მაინც არ ყოფნიდა ისეთი სიმამაცე, რომ გამოსულიყო ფრინველების წინაშე და ხმამაღლა ეთქვა თავისი სათქმელი და თავისი თანაგზნობა გამოხატა მხოლოდ იმით, რომ ღამე არ მიატოვა, რაღაც ფოთოლი მიაფარა ამ პაწაწინა ჩიტს და თანაც დაუძახა გამაგრდი სასწავალაო. სასჯელი იყო ამგვარი, როგორც გითხარით, ბალახის ღეროზე მიაბეს და ერთი დღეღამე უნდა ყოფილიყო დაბმული, რათა ამ პატარა ჩიტს ჭკუა ესწავლა. მართლაც მეორე დილას მოვიდნენ ფრინველები, გაათავისუფლეს, ისევ მოუწყეს დაკითხვა, რომ ხომ ისწავლა ჭკუა, ხომ აღარ გააგრძელებდა ძველებურად ჯიუტად სასწავალო ამგვარ ძახილს. სასწავალა დათანხმდა, იმდენად იყო გადაღლილი, იმდენად იყო დადრგუნული, მაგრამ როგორც კი გაითავისუფლა ფრთები და იგრძნო თავისუფლება, ის მაშინვე ზეცისკენ აიჭრა ისევ ძახილით სასწავალ, მაგრამ მას იგი ძველებურად აღარ შეჩერებულა რაღაც სიმაღლეზე, უფრო და უფრო მაღლა ადიოდა და თითქოს უკანასკნელ სასიცოცხლო ძალებს იკრებდა და მართლაც მოიკრიბა უკანასკნელი ძალა და რაღაც ზღვრამდე მიაღწია და შემდეგ ქვასავით წამოვიდა ძირს. ესე იგი, მან ბოლო ამოსუნთქვა, სასიცოცხლო ამოსუნთქვა შეალია იმას, რომ უფრო მეტად აფრენილიყო ზეცისაკენ და როდესაც გადასცა იმ ზღვარს, რომელიც მის ძალღონეს აღემატებოდა, მას გული გაუსკდა. ყველანი შეჰყურებდნენ ფრინველები, გაოცებულები და მათი გაოცება ალბათ ეფუძნებოდა იმას, რომ რამხელა გული ქონდა სასწავალას, როგორ გაბედა მან ამხელა ასეთი დასჯის მერე კვლავ წასვლა სხვა ჩიტების წინააღმდეგ. თითქოს საკუთარი ბუნების გადალახვა მოინდომა, იმიტომ რომ მან მოინდომა იმგვარი რამის გაკეთება, რაც ჩიტებს არ შეეძლო და არ შეეძლო მისნაირ ჩიტს. მაგრამ მისი გამოცდილება, რა თქმა უნდა, გამოადგებოდათ სხვა ჩიტებსაც. ალბათ მის კვალს პირველ რიგში გაჰყვებოდა მოლაღური, რომელიც შეეცდებოდა, რომ მასავით მაღლა აფრენილიყო და შეეგრძნო ის სიტყვოება, რომელსაც განიცდიდა ჩიტი სიმაღლეზე, რომელიც იმგვარ სიტყვებებას, რომელიც არ შეიძლებოდა, რომ მას მიწაზე ეპოვა. ამიტომაც იყო, რომ ფრინველებს თითქოს სასწავალას მიმართ გული მოუბრუნდათ, რაღაცნაირი თანაგზნობით განიმსჭვალნენ მის მიმართ. ამიტომაც იყო, რომ დამარხეს პატარა გორაკზე, მოლაღურმა ბევრი იტირა, ყვალმა წარმოთქვა საკმაოდ გრძელი სიტყვაო და გოდერძი ჩოხელი ამგვარად ამთავრებს მოთხრობას.
მერე დაიშალნენ და დარჩა გორაზე პატარა სასაფლაო. ეს ოდნავ ცისკენ ამოწეული მიწა ზემოთ დარჩენილ თითქოს იმას მიანიშნებდა, რომ მზის ქვეშ ზეცაში წასვლის სურვილით შეპყრობილი სასწავალა იწვა და ვინც კი ნახავდა, გულის წყდებოდა. ეს სურვილი ხომ მეტ-ნაკლებად ყველას გვაქვს. ზოგი ვამჟღავნებთ, ზოგი გულში ვიმარხავთ სამუდამოდ. და როდესაც ამ მოთხრობას წავიკითხავთ და თქვენც წაიკითხავთ, ალბათ იფიქრებთ, რომ არ ღირს ამ სურვილის გულში ჩამარხვა და დამალვა. პირიქით, საჭიროა, რომ ადამიანმა უფრო და უფრო მეტი იოცნებოს და მისი ოცნება იყოს შეუძლებელის ზღვარს მიღმა. ასეა, სულ შეუძლია, რომ მიზნად დაისახოს მაგალითად ისეთი რამ, რაც არის ღმერთთან მიმსგავსება. ეს შეუძლებელია ხორციელი ადამიანისთვის, მაგრამ თუ ასეთ იდეალს დაისახავს, მაშინ მისი ცხოვრება გამუდმებული სვლა იქნება, გამუდმებული სწრაფვა იქნება სრულყოფილებისაკენ. რა თქმა უნდა, ამ მოთხრობაში ღმერთი არსად არ იყო ნახსენები, მაგრამ როდესაც საუბრობთ ზესისკენ სწრაფვაზე, ის თავისთავად იგულისხმება ღვთისკენ სწრაფვათაც უნდა გავიაზროთ ეს ყოველივე. და აი ამგვარად ალეგორიულად გამოხატა გოდერძი ჩოხელმა ყველაზე სანუკვარი ადამიანური ოცნება, რომ ადამიანმა შეძლოს მატერიალური ყოფის საზღვრები რაღაცნაირად გაარღვიოს და სულს მეტი თავისუფლება მისცეს, სული დააჯილდოვოს ამ საჩუქრით, რასაც წარმოადგენს სწორედ ეს ზეცისაკენ სწრაფვა. ამგვარი თემა, როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, ბევრ მოთხრობაში გვხვდება, იმიტომ რომ მწერლებისთვის ეს არის ძალიან საინტერესო, როგორ გამოხატავს ადამიანი თავის პიროვნულ მეობას, როგორ ცდილობს, რომ საკუთარი ინდივიდუალურობა წარმოაჩინოს, რომ ის რაღაცას წარმოადგენს. ეს გზა, რა თქმა უნდა, არის ძალიან რთული, როდესაც ადამიანი აკეთებს არჩევანს და ცდილობს, რომ ის არჩევანი დაიცვას. რთულია იმ თვალსაზრისით, რომ საზოგადოება შეიძლება დაუპირისპირდეს, მაგრამ ამ დაპირისპირებაში უფრო მეტად გამოიწრთობა ადამიანი და ის გახდება, რა თქმა უნდა, უფრო მეტად მოსაწონი ღვთისა, რომელსაც უყვარს, რა თქმა უნდა, თავისუფალი ადამიანები და თავისუფლება იმას ნიშნავს, რომ შენ არამხოლოდ გაარჩიო კეთილი და ბოროტი, არამედ თავისუფლად შეძლო, რომ გააკეთო არჩევანი სიკეთის სასარგებლოდ. იმიტომ რომ თავისუფლებისკენ სწრაფვა, რა თქმა უნდა, ეს არის უმაღლესი სიკეთე. უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, გვახსენდებიან ვაჟა-ფშაველას პერსონაჟები. მაგალითად, აუდა ქეთელაური, პოემა აუდა ქეთელაურიდან, ჯოყოლა და ზვიადაური პოემიდან სტუმარ მასპინძელი, რომლებიც არ შეუშინდნენ იმას, რომ საზოგადოება წინააღმდეგი იყო მათი გადაწყვეტილებისა და ისინი ბოლომდე დარჩნენ თავიანთი გადაწყვეტილების ერთგულნი. ასევე შეიძლება გავიხსენოთ ჯემალ ქარჩხაძის იგი. ამ მოთხრობაშიც არაჩვეულებრივად არის წარმოჩენილი, როგორ ცდილობს ადამიანი, რომ საკუთარ არსებაში გაღვიძებული მეს შეგრძნება გაზარდოს, ასე ვთქვათ, გაახაროს, წელში გაიმართოს. ამ მოთხრობაში იგი რომ დაარქვა ჯემალ ქარჩხაძემ, სწორედ ეს პროცესია წარმოჩენილი, როგორ ყალიბდება ჩვეულებრივი ადამიანი პიროვნებად. პიროვნულობა ნიშნავს იმას, რომ შენ შეგეძლოს არჩევანი გააკეთო. ერთი სიტყვით, ეს მოთხრობა ძალიან ბევრ რამეზე დაგვაფიქრებს, მაგრამ ერთი ისიც უნდა ვთქვათ, რატომ მიუძღვნა ეს მოთხრობა პატარა უფლისწულს. პატარა უფლისწული, როგორც გახსოვთ, იმ მოთხრობის მთავარ პერსონაჟს ზეციდან მოევლინა. პატარა ბიჭუნა ოქროსფერ ყლულებიანი და ცისფერ თვალება, რომელმაც სულ სხვანაირად დაანახა მფრინავს ადამიანური სამყარო და უფრო მეტად ჩაუნერგა წყურვილი ზეცისაკენ სწრაფვისა. პატარა უფლისწულის მოთხრობასაც როცა წავიკითხავთ, ჩვენ სხვანაირად შევხედავთ ჩვენს ყოფას, ჩვენს ირგვლივ ყოფებსაც. ამიტომაც არის, რომ პატარა უფლისწულში გაიდეალებულია ერთგვარად ბავშვობა, რადგან ბავშვობა არის სწორედ ის ხანა ადამიანის ცხოვრებისა, როდესაც ის არის თავისუფალი. სამწუხაროდ, რაც უფრო იზრდება ადამიანი, ნელ-ნელა ათასი გარემოების გამო კარგავს ამ თავისუფლებას და თავისუფლება დაკარგული ადამიანი კი საშიში არის როგორც საკუთარი თავისთვის, ასევე საზოგადოებისათვის. ამიტომ კიდევ ერთხელ ვთქვათ, რომ ეს მოთხრობა ჩვენ გვინერგავს იმას, რომ უნდა ვიყოთ თავისუფლები და არაფრის ფასად არ უნდა დავთმოთ თავისუფლება. გმადლობთ ყურადღებისათვის.